ვიძინამ დაანგრია ეკლესია. გააჩუმა ეკლესია. განსაკუთრებით ებრძოდა პატრიარქს და ვირიტანდა პატრიარქს. პატრიარქს უთხრა კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ამას რომ პატრიარქს ეთქვი. პატრიარქი გახარებული იყო, ხატი გააკეთა, მოოქროვილი იმედის ხატი და დაპატიჟა და ეს იმედის ხატი. ეს მე რომ მომპარი მოხოთი გააკეთეო. მთავრობამ გააკეთა და გაუკეთა ეკლესიაზე კონკრეტულად პატრიარქს. არც ეს არ გაუკეთებია. არსებს. აი გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს. რეები. ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ყველა შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ბრძანოს, ის როგორც თვითონ უყურეს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები, არ არის ეს საჭირო და თვითონ პატრიარქი ამას არ საჭიროებს. ეს მაშინ თქვა მან, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაზე, მაგრამ პატრიარქი უფრო მასზე მაღლა იყო და პატრიარქის ნდობა ხალხს უფრო მეტი ჰქონდა და ეს ვერ აიტანა და როცა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დაუჯეროთ ეს იყო მესიჯი ყველა მთავრობის ადამიანისთვის რომ პატრიარქს არ დაუჯერონ პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოს იქაც, ისევე შეიძლება მოხდეს იქაც ცუდი ამბები და ისევე შეიძლება იყოს დარღვევებიც და გაუგებრობებიც ეკლესიაში და არის. ჩვენ ეს კარგად ვიცით, იქაც არის ეს და მე ძალიან ბევრი ვიცი და თქვენ ძალიან ბევრი ვიცით და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის.